14 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღსანიშნავად თბილისში გამოცემული ჩერქეზული თემატიკის წიგნების გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა წარდგინება სამეცნიერო პოპულარულ ენაზე შესრულებული ნაშრომისა ჩერქეზული გზამკვლევი. ჩერქეზული გზამკვლევი გამოსაცემად ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ მომზადდა. მდიდარი და მრავალფეროვანი ფოტომასალით დასურათებული ინფორმაციული გზამკვლევის საშუალებას იძლევა გაიცნოთ ჩერქეზეთი, მისი ისტორია, კულტურა, ტრადიციები და თანამედროვეობა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ჩერქეზეთიდან, თბილისის ჩერქეზული საზოგადოება, კულტურის მოღვაწეები, პროფესორები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიება ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. დღეს არის 14 მარტი. 14 მარტი არის ჩერქეზული ენის საერთაშორისო დღე. ამ დღეს აღნიშნავენ ჩერქეზები მთელ მსოფლიოში, როგორც საკუთრივ ჩერქეზეთში, ასევე 50 ქვეყანაზე მეტში, იქ სადაც სახლობენ ჩერქეზები. ამ დღეს ასევე აღნიშნავთ საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრი. უკვე შემოვიდა ტრადიცია და უკვე ზედიზედ მეორე წელი ამ დღეს აღნიშნავთ. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი ჩერქეზული ენის და ზოგადად ჩერქეზული კულტურის გადარჩენისთვის, იმიტომ რომ იუნესკოს მიერ ჩერქეზული ენა შეტანილია საფრთხის წინაშე მყოფ ენათა ნუსხაში და ასეთი ენაზე ასეთი ზრუნვა ბუნებრივია, შედის როგორც ჩერქეზთა, ასევე ჩერქეზების მეგობრების ინტერესებში. ამ დღეს ჩვენ ჩერქეზულმა კულტურის ცენტრმა დავამტყიეთ ღონისძიება და ვაკეთებთ წიგნის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაციას. წიგნის ქვია ჩერქეზეთის გზამკვლევი. გზამკვლევი ეხება ჩერქეზეთის სხვადასხვა სეგმენტს. იქ არის როგორც კულტურა, ჩერქეზული კულტურა, ჩერქეზეთის ბუნება, ჩერქეზეთის ისტორია, ხალხური რეწვა და სხვა მრავალი. ეს არის ფერად ილუსტრირებული წიგნი და ბუნებრივია იგი იქნება საინტერესო როგორც ქართველი, ასევე ჩერქეზი მკვლევრისთვის და ნებისმიერი და ჩერქეზეთის შესახებ ნებისმიერ ადამიანს მიაწვის სრულყოფილ ინფორმაციას. მე ჩერქეზული კულტურის ცენტრის თანამშრომელი მარიამ ბეჟიტაშვილი გახლავართ, პროფესიით ისტორიკოსი. სწორედ ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ მისი დაკვეთით მე ვიმუშავე ჩერქეზულ გზამკვლევზე. ეს გახლავთ სამეცნიერო პოპულარულ ენაზე მომზადებული საინფორმაციო წიგნი ცნობარი, რომელსაც ახლავს მდიდრად და მრავალფეროვნად დასურათებული ηλუსტრაციები. დღევანდელ დღეს ამ წიგნის პრეზენტაცია განგებ დავამტყიეთ, იმიტომ რომ 14 მარტი არის ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე, რომელიც თბილისში აღინიშნება უკვე მეორე წელია. ეს ჩერქეზული ენისა და კულტურის ცენტრის დღისადმი მიძღვნილი უკვე შეიძლება ითქვას მესამე ღონისძიება. ერთი გაიმართა ანატალიაში ჩერქეზთა გენოციდის ძეგლის გახსნასთან ერთად. შარშან ზუსტად ამ ბიბლიოთეკაში ჩვენ გამოვფინეთ ასევე ჩერქეზული თემატიკის წიგნები და ახლაც არ დავარღვიეთ ტრადიცია და თქვენ ხედავთ აქ გამოფენეს რამდენიმე ათეულ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნს. ეს არის ჩერქეზული თემატიკაზე დაბეჭდილი და გამოცემული წიგნები თბილისში. მათ შორის უძველესი მე-19 საუკუნის ანბანიც. ეს ანბანი თბილისში დაიბეჭდა სწორედ 14 მარტს. ამიტომ გადაწყდა ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის პროფესორ მერაბ ჩუქუას მიერ, რომ ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე სწორედ 14 მარტი გადაგრძელულიყო.